მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერება. ვნახოთ ჩვენ ახლა რა შეცვლის შენს ცხოვრებას უახლოს მომავალში. ან შეიძლება ვინ ვნახოთ, ხო? უცბად გავაკეთებ სიგნიფიკაციას და ვნახოთ ახლა ჩვენ ვისთვის იქნება ეს გაშლა, ხო? რა ენერგიებში ხართ ახლა? რა ენერგიებში მყავხართ ახლა? ნუ, თქვენ პრინციპში როგორ ხართ ახლა იცით? შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც განთავისუფლდით თქვენ რაღაცა შეიძლება ან ვიღაცაზე იყავით ძალიან რაღაც ისე დამოკიდებული და ან მიჯაჭული შეიძლება იყავით აქ ვიღაცაზე, უეჭველი, მაგრამ განთავისუფლდით. დანაკლისი კი რაღაცას შეიძლება განიცდით, მაგრამ თქვენ გულში შეიძლება კიდე არის ეს ადამიანი, მაგრამ არის, კი, მაგრამ აქ განთავისუფლებას ვხედავ მე პრინციპში რა, იმიტომ რომ კი, აი როგორ ხართ, იცით, შეიძლება აქ დაჟე როგორი მომენტი, შეიძლება გიყვარდეთ ადამიანი, მაგრამ გაუშვოთ ეს ადამიანი, მნიშვნელოვანი ძვირფასი არის თქვენთვის, მაგრამ ეს ადამიანი გაუშვოთ თქვენ თქვენი ცხოვრებიდან, აი სიყვარულით, ვერ ვეტყვი რომ თქვენ ახლა აქ ძალიან აი არის ეგეთი მომენტი, როცა დაუშვოთ, ახლა ვიცი რომ უკვე თქვათ, მოვიდა ასე თქვა დრო, უნდა გაუშვა, მაგრამ გულში მაინც ეს ადამიანი გიყავთ. კიდე, შეიძლება აქ იყო როგორი სიტუაცია თქვენ აი ფინანსებზეც რო ვთქვა, ფინანსებზე, არა, აქ უფრო სიყვარულზე, ფინანსებზე ვერ ვეტყვი, არა, აქ უფრო სიყვარულზე და მე არ გამიკვირდება, რომ აქ შეიძლება თქვენ ელოდებით დაჟე ახალ ურთიერთობას. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ, თუ არ ელოდებით, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ან ახლა ადამიანი ყავთ სადღაც თქვენ შორს თქვენთან არ არის კიდე სიგნიფიკაცია ესეთი შეიძლება იყოს, ანუ ადამიანი, ვიზეც თქვენ ფიქრობთ, ვინც თქვენი გულში ზის ეს ადამიანი და აი თქვათ, მაინც აი ცუდად რო არ ფიქრობთ, იცით, შეიძლება უბრალოდ არც გიჩხუბიათ, არც დაგიკარგიათ, არც არაფერი, უბრალოდ არის ადამიანი ვიღაცა შორს თქვენგან, ვინც ძალიან გიყვართ. ეგაც შეიძლება იყოს, მაგრამ ვნახოთ ახლა ჩვენ. კითხვები მაქვს გამზადებული, დავიწყოთ ახლა. რა მთავარი ენერგია შემოდის ახლა, ან მოვლენა, ან ენერგია შემოვა თქვენს ცხოვრებაში? რომელ სფეროში იქნება ძირითადი ეს ცვლილებები, ვნახოთ რა სფეროში, რატო მაინც და მაინც ეს ცვლილებები ეხლა მოდის თქვენ ცხოვრებაში, აი ესეც ვნახოთ. როგორ იმოქმედებს თქვენზე ეს ცვლილებები, აი ესეც ვკითხოთ და რა უნდა გაუშვა თქვენ, ან დატოვოთ წარსულში, რომ ეს, ნახეთ ორი წამოვიდა, რა საინტერესო და შედეგი ვნახოთ ახლა ჩვენ. რა შედეგი გექნებათ მომავალში? რაღაცას ფიქრობთ კიდევაც. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ პირველი კითხვა ჩვენ გვაქვს, ისე იგი, რა ენერგია ან მოვლენა შემოდის თქვენთან ცხოვრებაში ახლა. აი ეს არის ეს მოვლენა რა, ზუსტად რო გითხარით, რომ აქ რაღაცას თქვენ გაუშვებთ. რა მოვლენა? რაღაცას გაუშვებთ, აი უეჭველი რა, რაც თქვენ უკვე აი არ გჭირდებათ, არ გემსახურებათ რა, აი ენერგია ზუსტად ეგეთი მოდის, რომ თითქოს მტკივნეული პროცესები თუ რამე იყო, მინდა რომ აი ეს ყველაფერი წავიდეს ჩემი ცხოვრებიდან რა. იმიტომ რომ ხუთიანი ხმალების ეს შეიძლება ენერგია უფრო იქნება რა, თან ახლა ეს რაზეც თქვენ შეიძლება ფიქრობდით რა. თითქოს უკვე აი თუ გქონდათ რა ისეთი მძიმე რაღაც ფიქრები, მძიმე მდგომარეობები, რაღაც ეგეთ მომენტები, აი ეს უეჭველი უნდა წავიდეს თქვენიც კი. თან ფიქრები, თან რა არის, იცით, ახლა რა მოდის და მეგითხარით თქვენ, რომ აი ვიღაცასთან ნახეთ ახალი ადამიანი მოდის. მაგას ხო გითხარით, რომ შეიძლება მოლოდინში თუ ხართ, მაგრამ რა ენერგია შემოდის? ვუშვებ მე ძველ რაღაცებს თავიდან და აი ამას რო გაუშვებთ, იმპერატორი მოდის. ეხლა მოდით ასე ვთქვათ ჩვენ. საჯარო გაშლა გვაქვს, ამიტომ კი გამოვიდეთ ასების რაინდე.
ეხლა ნახეთ რას გეტყვით მე თქვენ აქ ცოტა სიღრმეში წამიყვანეს და ნახეთ შეიძლება თქვენ აი აქ იმიტომ რომ 4-იანი პენტაკლების 4-იანი პენტაკლების ნიშნავს რომ რაღაცა არის ჩემთვის ძვირფას, იმიტომ ეს ეხლა შეიძლება თქვენ რაღაცას დაჟეს თხოვდით, აი აქ მე არ გამიკვირდება, რომ აი სამყაროსგან ვთხოვ, რომ მომცეს მე ის, რაც არის, აქ დაჟე თხოვნა შეიძლება გქონდა თქვენ, სხვათა შორის, რომ იმიტომ რომ მე-15 არკანი შეიძლება აჩვენებდეს კიდე იმ ენერგიას, აი ძალიან მინდა. Plus კიდე ეს მიწიერი ენერგია, სხვათა შორის აქ გამოჯამრთელობაზეც არის ლაპარაკი, ვიღაცა ეხა მომივიდა უცბად. გამოჯამრთელობაზეც არის ლაპარაკი. კაი, ეხლა ნახეთ რა ხდება. შეიძლება იყოს როგორი თემა, იმიტომ რომ აი ამ კარტებიდან გამომდინარე, მე მინდა ვიყო ბედნიერი, მინდა რომ ანუ ადამიანის შემოვიდა, აი თითქოს როგორ იცით, კიდე დამავიწყე, კიდე ნახეთ რა მომიმდეს ორსულობაზე, გოგოებო, ორსულობაზეც არის ეს ვარიანტი, ვეტყოდი რომ შეიძლება ვიღაცას უნდა შვილი, იმიტომ რომ აქ ბაჟეც არის დასების. იცოდეთ რომ ეს შეიძლება, შემოვა ადამიანი, მართლაც შორის ვინც შეიძლება გახდეს თქვენი ქმარი და შვილი გეყოლება და გუეჭვილი, იმიტომ რომ აქ უკვე სამყარომ შეისმინა თქვენი თხოვნა. არ ვიცი, ეს არის ვიღაცა შეიძლება თითოეულისთვის. ინფორმაცია დაუბრუნდეთ. რაც მომდის გეუბნებით, რომ საჯარო გაშლა როცა შლი, მოდის ინფორმაციები. ნახეთ ახლა რა ხდება. აქ არის როგორი თემა, გეტყვით. როცა მე მიყვარს ადამიანი, ეს ადამიანი ზის ჩემს გულში, ამ ადამიანზე მე ვფიქრობ, მაგრამ ამ ადამიანზე მე არ ვფიქრობ ცუდად. გამიგეთ რა ხდება? არ ვწყევლი, არ ვლანძღავ, არ აი უბრალოდ არის, ხო? ეს თქვათ ეს ადამიანი და თქვათ ახლა თქვენ ეს ადამიანი არ არის თქვენთან ახლა ეს. წავიდა სადღაც, შეიძლება ინტერნეტ ვაფშე მიმოწერა გაქვთ. მაგრამ მოგწონთ, თქვათ ახლა იმ ადამიანთან მიმოწერა. მაგრამ თუ დაშორება იყო ამ შემთხვევაში, ნახეთ რა ენერგია შემოდის. თქვენ გაუშვებთ თუ არა ამ ტკივილს, აი გაუშვებთ თუ არა ამ ტკივილს, ნახეთ რა როგორ მელაპარაკება ტარო. ესე იგი, მაშინვე ეს ადამიანი გამოჩნდება. აქ ორი ვარიანტი. თუ საერთოდ თქვენ აი ხართ როგორ სამყაროს თხოვთ, რომ მინდა სიყვარული შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე-15 ენერგია არის ჩვენი ცხოვრება მიწიერი. ყველა მისი მინუსებით და პლუსებით, მიხვდით? მე მინდა რომ შემოვიდეს ჩემს ცხოვრებას, მე სამყაროს ვთხოვ, ისეთი ადამიანი, ვისთანაც მე ვიქნები კარგად, გულით, სულით და ყველაფრით, ასე რომ ვთქვა. ეხლა ნახეთ. შენ როცა გაუშვებ აი ამაზე ნერვიულობას, აი ხო არის თქვა, მე ვფიქრობ, მე ვიზუალიზაციას ვაკეთებ, მე ტექნიკებს ვაკეთებ, ამას და არ შემოდის არავინ. შემოვა. მიხვდით? აუცილებლად შემოვა, იმიტომ რომ ჩვენ სურვილისაც რო ჩავიფიქრებთ, სურვილი ხო ჩავიფიქრეთ, დავწერეთ, დავამუშავეთ, ეხა იქ ტექნიკები, რაცაც მე მოგეცეთ, ეხა ტრენინგზე ვინც იყავით, მაგრამ მე ჩვენ სურვილი უნდა გავუშვათ, კი არ უნდა ვიყოთ ასე ამაზე მიჯაჭული და ყოველდღე ეხა თუ თქვენ ეხა პარტნიორზე ფიქრობთ და ყოველდღე უყურე რა მოხვედი შენ უკვე წევ ხარ ჩემს გვერდით თუ არა, ეგრე არა. გაუშვით. აი გაუშვით თუ არა, ეგრევე შემოვა პარტნიორი თქვენ ცხოვრებაში. გამიგეთ რა ხდება? ზოგისთვის იქნება დაბრუნება. არ გამოვრიცხავ, გამოჩენა. მაგრამ ეგაც იმ შემთხვევაში თუ თქვენ უკვე აი ბოლომდე გაუშვებთ იმ ადამიანს თქვენი გულიდან, არანა აი წყენა, გულის ტკენა, ყველაფერი უნდა განთავისუფლდეთ, უნდა გასუფთავდეთ. გულში არ უნდა გქონდეთ ეს რამე ამ ადამიანზე ცუდი ფიქრები, არ მოვა ცუდ ენერგიაზე, ამ ენერგიაზე, სადაც შენ წყევლის, სადაც შენ ლანძღავს, სადაც შენ აგინებ, არ მოვა მაგ ენერგიაზე ადამიანი, არც ახალი და არც ძველი არ დაბრუნდება. გამიგეთ? ყველას უნდა ჩვენი აი კარგი ენერგია, რატომ არის, რომ თქვა დადებ ამას სურათს სიტყვაზე და ხოთ ისი კი არა რომ შენ ახლა იჯეკი ტიროდი და მე რა ადექი და ისე რა გამოიყენე ახლა Facebook-ის ფილტრი და ზიხარ ახლა ასეთი იცინი. არა. ეს ენერგეტიკა სულ სხვა რამეა, რომ მართლა რომ ხარ, მართლა რომ ტკბები ამ ცხოვრებით, ხო?
აი მაგ ენერგიაზე მე უკვე მოდის ახალიც და ძველიც. დამიჯერეთ ორივენი. Дальше. ნახოთ, რომელ სფეროში, ну, პრინციპში აქ კიდე ხო პროფესიონალურზეც ახლა გეტყვით, ну, აქ იმიტომ შეიძლება თქვენ ახლა აკაც ახლა თუ რამეზე ხარ დაძაბული და ნერვიულობ, თუნდაც ფულზე, ხო, გაუშვებ თუ არა, მოვა თქვენი, ну, თქვენი სიძლიერე ეგრევე შემოვა. კარგი, ნახოთ ახლა ჩვენ რომელ სფეროში უფრო იქნება ეს ძირითადი აქ ცვლილებები, ძირითადი ცვლილებები იქნება იქ, სადაც თქვენ так, აბა მითხარით უფრო. ეხლა ვეგეთქვით. რომელ სფეროში? ყველა სფეროში. Ну, პრინციპში კი, რასაც უკვე მეძდებდით თქვენ ენერგიას, რასაც თქვენ უფრო ნერვიულობდით. და вообще სამყარო გვეუბნება, რომ ჩვენ სულ ყველა სფეროზე, მე სულ ყველა სფეროზე მზად ვარ აბსოლუტურად, რომ შველა მივცეთ, მთავარია მოინდომე შენ. აი აქ ყველა დაჟე სფეროს ვეტყოდე. Ну, კი, აქ სამუშაო სფეროც შეგვიძლია და ну, თუ ურთიერთობას ეხებოდა, მაგაზე ხო საერთოდ. ანუ უფრო როგორ მაჩვენეს, იცით, თუ დაუშვათ, ну, გეგონათ რომ მოგატყუოს, ან შეიძლება თქვა ადამიანი უცბად გავედა თქვენი ცხოვრებიდან. ან აქ რაღაცა, ну, მტკივნეულად რაღაცა დასრულდა, გაიგეთ, რაღაცა აქ იქნება ცვლილება. აი მაგ სფეროში, სადაც არის სიტუაცია, შეიძლება ნახეთ, ზოგისთვის მაინც ვეტყვი, რომ შეიძლება სამსახურსაც ეხება, იმიტომ რომ გვერდხების ახლა მეფე არ არის ყოველთვის, რომ მაინც როგორც ენერგია თუ წავიკითხეთ, ეს შეიძლება სამსახურსაც ეხებოდეს, გაიგეთ, შეიძლება თქვენ ახლა დაუშვათ ვიღაცა სამსახურს გვპირდებოდა, მაგრამ წელავს არაფრით არ შემოვიდა ეს სამსახური რა. ხო დაუშვათ, აი ხვალზე და თქვენ ელოდებოდეთ, არაფერი არ ხდებოდა, ხო, მაგრამ აი ეგ არის აქ როგორი და რას მაჩვენებენ, უფრო იცით? ანუ რადგან აი სამყარო კიდე და ну ეს ენერგიები რაც აქ არის, ნახეთ, ეხლა მე ამ გაშლას ვაკეთებ, იცით თქვენ, ვინც ეხლა უყურებს, ახალი წელი დაიწყო. ეს ახალი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ну ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ ბევრი ცვლილებები იქნება და ან ძალიან უფრო მეტად სწრაფად, ვიდრე თქვათ იყო ადრე, ხო, სიტუაციები როგორც იყო. ეხლა ნახეთ, ბევრი რაღაცა მომენტები, ხო, აი დაუშვათ თუნდაც სიტყვაზე, რომ ჩვენ ჩავიფიქრეთ რამის სურვილი, ხო, ანუ სურვილზე გადავდებარ, ხო, დაუშვათ. და აი რაღაცებს ვაკეთებთ ამისთვის, ხო? მაგრამ არ ხდება, არ აქვს მნიშვნელობა შენ ახლა რომელ სფეროზე ფიქრობ, ან ფიქრობ, ხო, თქვათ, ან ვიღაცა გპირდება, შენ ამაზე ფიქრობ, ხო? და არ ხდება, რატო? იმიტომ რომ იმისათვის რომ ეს ასრულდეს, ხო, რაღაცა აუცილებლად ჩვენ ხო თან უყურებთ რა ცვლილებები შემოდის შენ ცხოვრებაში, ხო, ჩვენ მაგაზე ვუყურებთ. ამიტომ ეს ცვლილებები რო შემოდის, ეხლა ნუ პირველად თქმა უნდა შენშიც უნდა იყოს ცვლილებები ძალიან დიდი, ნუ ახლა აქ უკვე ნამდვილად მე ტრენინგს ვერ ჩაგიტარებთ, რომელიც ერთ-ერთი გრძელდება, აგერ კიდე 12-ში ვამთავრებთ, ხო? მაგრამ მდგომარეობა შინაგანი უნდა გქონდეს, ხო, ადამიანს. მერე ამას ჭირდება დრო, ათიანები და სამყარო. დრო ჭირდება და მაგრამ უკვე უახლოვდები იმ დროს, რომ ეს შეგისრულდება. ამიტომ მაჩვენებენ აქ, რომ რაზეც შენ ნერვიულობდი, უკვე ათიანი ხმალების არის, რომ უკვე მორჩა. ანუ აქ არის ზოგიერთი სხვადასხვა აი ვინც აკეთებს ტექნიკებს, რაღაცა პრაქტიკებს, ხო? აი ტოვებენ სუბოლოს, აი უკვე რომ აი აღარ შემიძლია, აღარაფერი აღარ ხდება, არაფერი, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ნახეთ, აი ზუსტად აქაც როგორ არის. ანუ ვაკეთებ რაღაცას, მაგრამ ცვლილებებს ვერ ვხედავ, დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია, არ მუშაობს. არ შენი ტექნიკები არაფერი არ მუშაობს. მაგრამ აი ზუსტად მაგ დროს აი სულ ცოტაც კიდე გვეუბნებიან, სულ ცოტაც კიდე და შეიძლება შენი სიტუაცია დასრულდება, ეს რთული პერიოდი დასრულდება და ამაზე გვეუბნება ჩვენ სამყაროც, რომ რაც შენ ჩაიფიქრე, ის აგისრულდება, შენ აუცილებლად მხოლოდ უნდა მოითმინო სულ ცოტაც კიდე. გამიგეთ? და აი მე ნახავთ რა მაგარი შედეგი იქნება. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ რატომ მაინც ეხლა შემოდის თქვენთან ეს ცვლილებები. ну, იმიტომ რომ ათიანი ახლა მხოლოდ უკვე ნახეთ იმისი რა ქვია. ყველა რთული კარტი თუ რამე იყო, ათიანი ხმალების, ათიანი ახლა
კვერთხების, всё, იმიტომ მოვიდა რომ მოდის პერიოდი, რაღაცა რთული პერიოდი შენი ცხოვრებიდან უნდა წავიდეს. იმიტომ მოდიან ეს ცვლილებები შენს ცხოვრებაში. აქ გეუბნებით, აქ ზოგისთვის იქნება რომ ეს აქ ადამიანი ან გამოჩნდება ახალი ადამიანი, გეუბნებით თუ ელოდებოდეთ თქვენ, რომელიც მართლა სერიოზულად მოდის, იმპერატორის სერიოზული ტიპი, ან დაუშვათ თქვენი ადამიანი თუ იქცეოდა ბავშვურად, შეიძლება შეიცვალოს და დაფიქრდება რომ ასე არ შეიძლება და დაბრუნდება უკვე შეცვლილი ეს ადამიანი. მიხვდეთ, რაღაცა სხვანაირი ხა სადრო ახლა რაინდი, სადრო ახლა იმპერატორი. მიხვდეთ, რა ხდება? აი ეს მომენტი. და რატო ახლა? იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი უნდა დასრულდეს ბოლოს და ბოლოს თქვენ ცხოვრებაში და უნდა გადახვიდეთ ახალ ეტაპზე უკვე რა. როგორი მოქმედებს თქვენზე ახლა ეს ძალიან მაგრად. აი ძალიან კარგად იმოქმედებს, ძალიან კმაყოფილი იქნებით, სურვილი სასრულება არის. აქ გეუბნებით რომ არა აქვს მნიშვნელობა, საჯარო გაშლა, ახალია თუ ძველია, აქ არ ვაზუსტებ მე ახლა, იმიტომ რომ საჯარო. და ამიტომ გეუბნებით რომ აქ არის ეს მომენტი ზუსტად რომ თქვენ იქნებით კმაყოფილი. ვინ რასაც ელოდებით, სურვილი აგისრულდებათ. მიხვდეთ რა ხდება, როგორი მოქმედებს თქვენზე. ანუ აქ არის მაჩვენებენ რომ აი რაზეც შენ წინა წელიწადში ფიქრობდი, ეს ყველაფერი всё უკვე ეს დარჩება, უბრალოდ ნახეთ, სამყაროს ჩვენ რო ვეუბნებით, ხო, სამყარო ამას იღებს, მიიღო. მაგრამ ეს არის როგორ მუშაობს, იცით? აი თქვა დაუშვათ თქვენ ინტერნეტ მაღაზიაში რაღაცა შეუკვეთეთ, ხო? და ელოდებით როდის უნდა მოვიდეს. მაგრამ ეს ხო შეიძლება ახლა ახალი წლებია დაუშვათ და გაჩერდეს კიდე იქ თქვენი ახლა ამანათი და ანუ მოვა ცოტა მოგვიანებით უკვე ამ წელიწად დროს ჭირდა იგივე არის აქ სამყაროს ვუთხარი ვთხოვე მიიღო სამყარომ ეს თქვენი მიღებული არის ეს თქვენი სურვილები მაგრამ დროს ჭირდება და გეუბნებიან გაუშვი ნუ ფიქრობ ნუ ნერვიულობ აუცილებლად მოვა ეს სიტუაცია ცოტაც და უკვე მოვა რატომ? იმიტომ რომ შენ უკვე უახლოვდები. всё, ეს პერიოდი რთული წავა, ცოტაც მოითმინე კიდე და კმაყოფილი იქნები ძალიან. რა უნდა გაუშვათ? ან დატოვოთ თქვენ წარსული, რა უნდა გაუშვათ? აი ის უნდა გაუშვათ, რომ თქვენი ძველი რაღაცები, თქვენი ძველი ფიქრები, ის რაც აღარ მუშაობს თქვენზე. შეიძლება არის დაუშვათ რაღაცა საქმიანობა, რომელზეც თქვენ ახლა მუშაობთ, მაგრამ არ გამოდის ხო სიტყვაზე. ახლა არ მოაქვს ის რაც საჭიროა. აქ რაც არ მუშაობს შენთვის, ხო? რასაც არ მოაქვს შენთვის შედეგებს, ეს უნდა გაუშვა. აი ზუსტად ამას ვეუბნებიან ჩვენ. даже არც უნდა დატოვო კი არა, უნდა გაუშვა. რას არ მუშაობს შენზე. იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი ცვლილებები არის, თქვენ უკვე გაიარა, დაამთავრეთ ყველა ეს გაკვეთილები თუ რამე იყო და მორჩეთ უკვე რა, ყველა გაკვეთილებს იქ რაღაც ძამძიმე რაც იყო და უკვე ეს უნდა დატოვოთ თქვენ იქ. კი ბატონო. და მაშინ ნახოთ ახლა აბა რა შედეგი მაშინ იქნება. შედეგი იქნება დიდი ცვლილება. უძომო დიდი ცვლილება. როგორი ცვლილებები აბა ნახოთ. რა შეიცვლება? აქ შეიძლება ესეთ როგორი მომენტი არის, ეხლა ნახეთ. გოგოებო, აქ თემა არის, რომ შეიძლება თქვენ კიდე გაიყო. ნახეთ რა ცვლილებები იქნება. სიყვარული კი ბატონო, შემოდის. ახალი სიყვარული. მაგრამ აქ როგორი მომენტს მაჩვენებენ? ან გოგო ხმალების დედოფალი, ხუთიანი ხმალების. ნახეთ, ან მისცემ თქვენ შანს კიდე იმ ადამიანს, რომელიც აი აქ გვითხრეს ჩვენ, რომ თქვენი იმპერატორი მოდის შეცვლილი. ეს ახლა ან ახალი? არა, ახალი არა. უფრო ძველზე ლაპარაკი აქ. მაგრამ დაფიქრდებით, იცით რა? თქვენ რაზე დაფიქრდებით, იცით? აქ როგორი ცვლილებები იქნება? თქვენში მოხდება რაღაცა ძალიან დიდი ცვლილება.
თქვენში გოგოებო, იმიტომ რომ თქვენ აი აქ დაფიქრდებით კიდე. მე მივცე კიდე ამას ეს ახალი შანსი, თუ არ მივცე, იმიტომ რომ თქვენთან მოვა რაღაცა წერილი მოგივათ, აუცილებლად. და თქვენ დაფიქრდებით, კიდე რა ვუპასუხო. რა ვუპასუხო. თუ დაუშვათ, თქვენ როგორი ფიქრობთ, თუ ეს მომიტანს ბედნიერებას, კი, მაშინ შანსს მივცემ. კი ბატონო. მაგრამ დაფიქრდებით ძალიან, ძალიან დაფიქრდებით. ძალიან დაფიქრდებით, იცით? ძალიან დაფიქრდებით, იმიტომ რომ აქ როგორ არის, იცით, ეს ადამიანი კი არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის. ეს ადამიანი თქვენ გიყვართ. ეს ადამიანი, ამ ადამიანმა შეიძლება თქვენში გახსნა ბევრი რაღაცები, რომ იცოდეთ. ეხლა აღარ არის ვიღაცა უბრალო ადამიანი, სხვათა შორის. აი პატარა პროცენტს გეტყვით, რომ შეიძლება ახალი ადამიანი შემოვიდეს, რომელიც აი მართლა თქვენში გახსნის ბევრ რაღაცებს. ძალიან საინტერესო გაშლა, რომ იცოდეთ თქვენ. იმიტომ რომ რა არის, იცით? აი თითქოს ეს ახალი მითხარი თუ ძველია, დამაბნიეთ თქვენ. და ახლა ძველია. კი, ძველი. შეიძლება თქვენ ახლა აქ რო იყავით, მაის შევა მანძილზე, ხო, ამ ადამიანთან. ნუ არა, ნუ კი ახლა აქაც არის რა, იმის მიუხედავად რომ ადამიანი არის მანძილზე, მაინც ჩემია, გაიგეთ, ახლა მაინც მიყვარს. აქ არის როგორი სიტუაცია, იცით? ეს ადამიანის მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ გაძლევს ბევრ ენერგიას თქვენ. ვიღაცა წავა ეზოტერიკაში მილიარდ%-ის ვამბობ რა, აი აუცილებლად ამ ადამიანის მეშვეობით, იმიტომ რომ უკვე ტვინი გიდუხთ რა. და უბრალოდ პროსტა ეძებთ რამე გამოსავალს, რა გავაკეთო, რომ ბოლოს და ბოლოს გავარკვიო რა ხდება. და რამე ინფორმაცია მინდა უკვე საკრალური, იმიტომ რომ უკვე ვერ ხვდები სხვანაირად ვერაფერს ამ ადამიანის გამო რა. და ისიც ვთქვით, რომ ეს მართლა ნუ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, ძალიან. შეიძლება თვითონაც ამას სხვათა შორის თქვენს პარტნიორშიც რაღაცა გაიხსნა. ბიჭებო, თუ თქვენ მიყურებთ, აი აქ თქვენში გაიხსნება ძალიან მაგარი ცოდნა. ტარო თუ მოგინდებათ მობრძანდეთ. ეხლა იანვარში ახალ კაცს ხსნით, კი ბატონო. კიდე აი ნაკადზე ხსნით. ნახეთ რა საწავედი. ამ ადამიანს მადლობა უნდა უთხრათ გოგოებო თქვენ. ანუ თქვენ იმდენად რაღაცა თქვენშიც გაიხსნება ისეთი რაღაცები, თქვენ იქნებით ძალიან სასარგებლო საჭირო ადამიანი საზოგადოებისთვის. ძალიან. აი უძლიერესი გაშლა, აქაც 10-იანი მეუბნება დამთავრდა თქვენი რაღაცა უმოქმედების პერიოდი. კიდე, ეგარი არის თქვენი კაცი, მოდის და ვისიყვარულით. აქ როგორი თემა არის, იცით? აქ არ არის დასრულებული სიტუაცია, აქ არ არის დასრულებული, იმიტომ რომ კიდე გჭირდებათ ეს ადამიანი თითქოს თქვენი ენერგია, მონათესავი სული, რომელიც თქვენ გაძლევს ენერგიას, ჯერ აი არ უშვებენ მაღალი ძალები, თქვენ შევაფიქრობთ, რომ კი დავასრულე, მაგრამ ჯერჯერობით არ არის საკარანაირი დასრულება. აქ უფრო მოდის აი სიტუაციით, რომ აქ ხმალების დედოფალი, ხმალების მეფე, ეგაც არის აქ ამასაც გონია, რომ უკვე დავასრულე, მაგრამ არ შეუძლია, რაღაც არ მიშვებს. აქ ექნება ურთიერთობას თუ შევეხებით, უეჭველი, აქ ადამიანი გამოჩნდება, შეიძლება კაი ხანი არც იყო, მაგრამ გამოჩნდება აუცილებლად და გექნებათ, მაგრამ გოგოები თქვენ გექნებათ დასაფიქრებელი, დაფიქრდებით თქვენ ეს ადამიანი მე მინდა თუ არა, თუ ისე მოვიდა იმისთვის, რომ მე აქა ტვინი ამერიოს. აი ეგაც იქნება იცოდეთ თქვენ. აი აქ რო ვთქვა კიდე რა შეიძლება იყოს, ხო გეუბნებით, მაგრამ აი აქ ჩვენ ხო გვაჩვენეს თავიდან, რომ შეიძლება ესეთი ენერგიებით შემოდის ადამიანი, რომ ნუ ახლა ხო გეუბნეთ რაინდიდან გადასულა, თან თასების რაინდიდან გადასულა იმპერატორში, ნუ ეს არის ძალიან მაგარი ნახტომი რა. ნუ აქ იცით როგორ არის, ნახეთ, აქ ესეთი სამიანი არის. ასეთ მდგომარეობაში თუ არის ადამიანი, არ გამიკვირდება სიყვარული ადამიანებს ცვლის, მე ვიცე ეგა და ნუ შეიძლება თქვენი ადამიანიც შეიცვლება რა. უბრალოდ აი ის რაც არ მუშაობს თქვენთვის, ხო?
ის დადგენილებები, რაღაცა აზრები. შეიძლება ეს ადამიანი სხვათა შორის აქ კიდე თუ იყო აყოლილი სოციუმს, აი რატომღაც მგონია რომ ნახეთ თუ ახალი იქნება გოგოებო, ახალი თუ იქნება ხო, ნუ ბიჭებო, იქნება ყველა ვარიანტში ამ ადამიანი, რომელიც აი ან ფსიქოლოგი იქნება, ან დაინტერესებული, ან ყველაფერი საკრალური აინტერესებს ამ ადამიანს და არ გაგიკვირდეთ, რომ შეიძლება თქვენი პარტნიორიც დაუშვათ, დაბრუნდება და დაგელაპარაკებათ აი ამ საკრალურ თემებზე. გაიგეთ, შეიძლება დაუშვათ თითქოს აი მეც უყურებ ტაროს თქვა, ან მეც ასტროლოგია დამაინტერესა თქვა, ხო? აი რაღაცა ეგეთი რა. ან ადამიანს შეიძლება გაიცნობთ ისეც, რომელსაც მართლა ეს სფეროები აინტერესებს და ძალიან გაგიხარდებათ. ნუ რა ვიცი, აბა მომწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა დღეს რაღაც ძალიან დაგვაბნია ხო ამ სიტუაცია, მაგრამ ნუ პრინციპში ახლა რა შემოდეთ, რა შეცვლის თქვენ ცხოვრებას, აი შეცვლის ეს სიტუაცია, რომ შეიძლება დაჭკვიანდეს თქვენი მამაკაცი და მოვედეს განახლებული. ნუ რაღაცა პროცენტს, პატარა პროცენტს, მაგრამ ექნებათ, რომ აი შემოვა ისეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, რომელიც აი თვითონაც იქნება, აი თქვენ ხო უყურებთ გაშლებს, ხო, იმასაც შეიძლება დაუშვათ ინტერესი აქვს და ისეც უყურებს მე დაუშვათ თქვენთან ერთად. თქვენთან ერთად უყურებს მე გაშლებს რა. всё ჩემო სიხარულება მიყვარხარ ძალიან, მადლობა რომ ისევ და ისევ ჩემთან ხართ. ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი გამოიწერეთ, თორემ მე მწერ დროს სად დაიკარგეთ, მე ასად არ დავიკარგე, მე აქავად თქვენ არ აქვს გამოწერილი ჩემი არხები და ამიტომაც მე მიყვარხარ ძალიან, გელოდებით კომენტარები.